შთამებით, ტრადიციული წყვილი, უცვლელი სტუმრით და ისევ ინკოგნიტოს ახალ პავილიონში სტუმრად. ინკოგნიტოლები ლიზის და მარიამ ძირკვაძეების საპატიო სტუმარს წარმოგიდგენთ. აქვე გეტყვით იმას, რომ ამჯერად ჩვენი თანაწამყვანები პატარა ინკოგნიტოლები, სესილი და თეკლა იქნებიან. სანამ ქალბატონ მედიას წარმოგიდგენთ, მინდა გითხრათ, რომ მისი ხშირი სტუმრობა და დადებითი შეფასებები სოციალურ ქსელში კომენტარის სახით ძალიან გვაბედნიერებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ მედიას და მადლობის ნიშნად საპატიო სტუმრის სტატუსით მადლობის სიგელი გადავცეთ. მოგესალმებით ქალბატონო მედია და გადავიდეთ გადაცემის იმ ნაწილზე, რომელსაც ჩვენი მაყურებელი მოუთმენლად ელოდება. მოგესალმებით. მიხარია რომ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. მიხარია უკვე ესეთი გაზრდილები ხართ, დიდი გოგონები ხართ, არა მარტო გარეგნულად, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ჩამოყალიბდით, დაიხვეწეთ და უკეთესობისკენ წარიმართა თქვენი მოღვაწეობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. სასიამოვნოა ახალ გარემოში, ძალიან სასიამოვნო განწყობაა. მედია ჯანაშვილი ცნობილია თავის შემოქმედებით და უამრავი ლექსის ავტორია. მისი პოეზია აღმზრდელობით მნიშვნელობას ატარებს. მუზა ირჩევს ადამიანებს და იმპულსით გატყობინებს, რომ შენთანა. ამ დროს გაუცნობიერებლად ხელში იღებ კალამს, ცარიელ ფურცელს და ესაა ის მომენტი, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ სხვაგან იმყოფება. სწორედ ასეთია ქალბატონი მედიას სიტყვები ლექსის წერის შესახებ. ქალბატონი მედია ხშირად სტუმრობს ინკოგნიტოს გადასაღებ მოედანს. ლიზი და მარი მისთვის უსაყვარლესი ჟურნალისტები არიან. დღეს მათ შეუერთდა ახალი თაობა წყვილში სესილი საგინაძისა და თეკლა ძირკვაძის სახით. თაობა მიდის, მოდის, ტელევიზია ინკოგნიტო კი იყო, არის და იქნება მანჩოსთან ერთად. როგორც ქალბატონი მედია ამბობს, მისთვის ინკოგნიტოში სტუმრობა ყოველთვის სასიხარულოა. მოგესალმებით ჩემი ლექსით, ეს ახალი ლექსია. ლექსი, რომელსაც ქვია მშვენიერი წამით. ეს ის წამია, როდესაც მუზა მეწვევა. არ ვიცი რა ხდება იმ დროს, რა ძალით მეწვევა მუზა, ხელში ავიღებ კალამს და ვწერ ლექსს. ვცდილობ შეგრძნება მშვენიერ წამის, მადლიერებით გავითავლის. ლაჟვარ ზეცაზე ამღერებული ცისკრის ნათება შემოვახვიო. ზღვაში ჩაძირო დიდუმალებას, გრძალვით გავანდო ჩემი სურვილი. და მოლევლივე მომხიბლელობით ათინათებად მოვრთო დუმილი. ღრუბლებს კალთებზე ამოუქარგო სულში მთრთოლავი გარეჟრაჯება. მერე მთელი დღე გრძნობით ვატარო და აღმაფრენით ვითარძმანება. რომ ჩამოდნება ჩინი ნათელის, გიშერს ჩავაწნა თმაში სათქმელი. ვარსკვლავ ციალში ავაცინციმო ჩემი ფიქრი და ჩემი განცდები. ტრფობის ნისლებში მთვლემარე მთვარეს ოცნებით გული გადაუშალო. გადმოდენილი ლექსის რითმებად ნასიმთა ჟღერით ავახმიანო. და როცა ცაზე გაცისკრონდება სხივთა კიაფით მზის დიადემა, სულშიც გამოგხდეს შარავანდედით ეს საოცარი მშვენიერება. ჩვენც მოგესალმებით ინკოგნიტოს გადამწევის ახალი წყვილი სესილი და თეკლა. სესილი, იცი ქალბატონ მედიას ლექსებს რომ უსმნე, მეც მომდევნო წაგიკითხა თქვენი ლექსები. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მედია, სანა ჩვენი უფროსი კოლეგები. ხო, სესილი, მეც გამახსენდა. ზეკაბებ საიდუმლო გაზარებით აღებდა მინანქარში გახვევი, გთოდა სხვივი თავნება. ზეცას მორცხვადი ამბორა, სიხარულით ამღერდა, ხილვის ტბაში ჩაახედა ქარვის ფერი ნათელი. ქალბატონო მედია, ამ 4 წლის განმავლობაში თქვენთან ჩაწერილი უამრავი გადაცემა შეთავაზეთ მაყურებელს. ვისაუბრეთ პოეზიაზე, შემოქმედებაზე. ვფიქრობ მაყურებელს კარგად მივაწოდეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ. ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო თითოეული ჩანაწერი, კმაყოფილი ვარ და დიდ მადლობას გიხდით. ქალბატონო მედია, თქვენი პოეზიის და შემოქმედების დიდ ნაწილს ინკოგნიტოს ჟურნალისტები მრავალი თაობა კარგად გავეცა. მართლა უცნობრად რომ სამსიტყვების წარმოთქმა, იმიტომ რომ მართლა უცნობია, ვიყავი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კურსელი და კურსანთრაპული ცოტა. მაგას ჩემი ხარბაიცო. დღევანდელი ჩემი საკურსო ნამუშევარი, მეორე საკურსო ნამუშევარია და ეს საკურსო ნამუშევარი მედია მოგეწონებათ, რადგან ჩვენი დამუშავებულია ეს ყველაფერი. და ჩემი მეორე მეოთხე კურსელი გეხმარება მუშაობს კამერასთან. ჩემი კოლეგა სანდრა ბარაშვილი.
მოდი დავიწყოთ. აღმაფრენის ქარო. როგორ მომენატრე? სად დაქროდი ნეტავ? აღმაფრენის ქარო. დარჩი, იყავ ჩემთან. სურნელება ნაზი, მომენატრა შენი. ნუ გაშნევს სუსხი ამ ზამთარის თეთრის. მომენატრა შენი, ალერსიც და სევდაც. აღმაფრენის ქარო. ვერ გაგიშვებ სხვებთან, რაშ სიამხედრებულს, დაგეწევი ნეტავ, საშიატაცებულს, დაგაბრუნებ ნეტავ. აღმაფრენის ქარო. დარჩი, იყავ ჩემთან. სამყარო ფიქრია ტკივილის, ლოდნის, დიდი სიყვარულის ხივთაანო. კეკლუცად მორთული წამტაცყვავილებით მისი დუმალების ტურფა აფრთხება. და ადამიანი, პატარა მნათლოვი, ხიბლის დაგონების ერთად ამღერება. თან უსუსური და თანაც ძლიერი, მიწაზე ნაყოფსნი ერთი გარღვევა. როგორ ვეცადე მალე, ეს ოცნებები ჩემი. არ მოისვენა მაინც ლავად გაშალა ფრთები. კამარა შეკრა ცაში, აიჭრა ლაჟვარდ ფერში, სისხლით ეწვია სტუმრად, ვარსკვლავთ ჩაეწნა თმებში. ნაზი ამბორით ღრუბლებს, ნანა უმღერა ტკბილი. შეეგებება ცისკარს, აღმაფრენით და ხიბლით. ეს პატარა და იდუმალ წვეთში, რამ ჩასტია ეს გონი და არსი. მთელ სამყაროს მიუწვდომელ ზეცას დაანათლა საიდუმლო არსი. ცის ნაჟური მოამყურა მიწას, მოახვია ცის არტყელა წამი და არ ეკლებ ცის ხილების კონად. ამოქართ ოცნებები ნასი. ოცნებავარდის ვერ სამოსელს მაწვდიდან, ლაჟვარდი მიკრავდა გულში, განელი ცხოვრება დამждდება აჭრილად, მირაჟი მეგონა გულში. ალუჩის რტოების ეცამდე აწვდელა, ისევ გაპერტელა ნუში. ყოველ განმოწელს თავისი აზრი აქვს, თითქოს ვერ მომჩნევდი გულში. მე პირველ კურსელებით შეგნებულად დავასრულე, ესენი არიან პირველ კურსელების შუადაც. 6 თვეა თუ 7 თვე რაც შემოგვიერთდნენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. ქალბატონო მედია მინდა თქვენს მიერ წაკითხული ლექსით დავასრულოთ ეს ჩვენი 5 წუთი. გთხოვთ ჩვენთან. მოგესალმებით. სასიამოვნოა ძალიან. ამ ახალგაზრდებმა რომ ჩემი ლექსები წაიკითხეს. მართლა ვაჩვენდი ყველაზე მცირე ზომის, რომ არ გადამეტვირთა. ეს არის ჩემი სულ ადრინდელი ლექსები ბავშვებმა რომ წაიკითხეს. ხოთ თავაზობისო. იდუმალებით სავსე სამყარო, ჩვენი ცხოვრებას მანება ღმერთის. გასხივოსნება ლექსის რითმივით ამოტვიფრული ვნებათა ღელვით. ფოთოლჩრიალი, ბიბინამდელო, პროწევნები ატლასის თმებით, ლავი ჩასმული უთხბეს მარცულებად, მეწამულ სხივის ნასხლეთი ზეცით. ვით გაზაფხულის წვიმა შხაპუნა, სიხარულისგან ნადენი ცრემლი, თეთრი ვარდების მომხიბლელ მზერას როს მარგარიტა დეცემა წვეთი, ლელიანებში ლერწმის ნარნარი, ტურფა ქალწულის მიმზით ველკდემით, ოჩივარდების მცინარე ბაგითვით გულის პირინა ქარგიველი, ან შევარდენის კამარა ცაში, ირმის ნახტომი აზიდუნთებში, ალოჩის რტოებს რომ მოგაგონებს ჯიქურ, ამაყად აწვდილი რქებით. პოეზია ჩვენი სამყარო, გარიჟრაჟება, ოცნების, ბედის, ლექსის რითმივით ამოტვიფრული და მელოდია მოწვდილი ზეცით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მედია და მე ვფიქრობ რომ ჩვენ აუცილებლად მე ამ პატარებთან ერთად შევიმუშავებ პროექტს და მე ვფიქრობ რომ თქვენი პოეზიით, სადღაც პოეზიის 5 წუთი ამ პატარების წაკითხვით და ქალბატონის შეიყვანაში დაგვეხმარება აუცილებლად და გავაკეთებთ გადაცემად. მე ვფიქრობ ჩემს ბავშვობაში ხო იყო, ხომ არსებობდა რამდენი ვართ, ვისაც გვასწრებს პოეზიის 5 წუთი და მე ვფიქრობ რომ ეს იყო სასიამოვნო და აუცილებლად გავაკეთებთ ამას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ესეც მინდა მიწაზე ავად, აი ამ პოეზიისთვის განსაკუთრებულად გამოვყოთ აი ეს 5 წუთის უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ უღრმესი მადლობა. ესე იგი, როგორც შევხედეთ, ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ცოტა რთულია და შემოგონა და გიორგი ახვლედიანი, უღრმესი მადლობა გიორგი, რომ მოგზავნდი და
როგორც ხედავთ, თაკოც შემოგმანებია კვირტია, რომელიც წყნარად ჩუმად უკან მოთავსებმა. მანელიკო, მიყვარხარ ძალიან. მანელიკო ცენტრალზე რომ მოვიდა დღეს მითხრა, რომ ძალიან მაღაზად გამოიყურებიო და ხო იცით, აი პოზიტივს მაინც ძალიან დიდი მუშაობა გიждები პოზიტიურ ადამიანებზე და აუცილებლად ადამიანებო დღეს დედამიწა ისე მგონია, რომ რაღაცა პოზიტივს მოაკლდა, რომ უნდა ვიცეთ ერთმანეთს ბედნიერების უფლება. აი ხანდახან ფიქრობ ხოლმე, რომ რატომ არ უნდა იყოს სიყვარული და ბედნიერება. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ძალიან ბევრი სიყვარული, ძალიან ბევრი ბედნიერება. თამარჩემო მშვენება, აბა რა, თან წინ რომ ხარ ძალიან კარგია, უგრძნობა. დღეს ოდნავ განსხვავებული იქნება ჩვენი გადაცემა. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის უფროსი და წარმატებული ადამიანების ხშირი შეხვედრები, რაც ინკოგნიტოში მუდმივად გვაქვს. მინდა გავიხსენოთ ჩვენი ტელევიზიის შემაჯამებელი ღონისძიებები, სადაც მოწვეული გყავს უამრავი საპატიო სტუმარი. რას გვაძლევს მსგავსი შეხვედრები, საღამოები და ურთიერთობები? Შენატონ მეტეხი პალეშის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი პაატე ჭელიძე გაიხსენეს. ოპერატორი წლების განმავლობაში საბავშვო ტელევიზია ინკოგნიტოში მუშაობდა. ღონისძიებაზე ინკოგნიტოს ბავშვებმა პაატე ჭელიძის ხსოვნის საპატივცემლოდ კონცერტი გამართეს. მისი დასრულების შემდეგ ის ბავშვები დააჯილდოვეს, რომელთაც ოპერატორის კადრები ჰქონდათ შენახული. ორგანიზატორებმა შეკრებილ საზოგადოებას ფილმით ჩამქრალი სიცოცხლეც უჩვენეს, სადაც არქივიდან ოპერატორის კადრები და ინტერვიუ იყო წარმოდგენილი. საღამოს ოპერატორის მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ ღონისძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მოეწყო. მგონია პაატა იყო ძალიან კარგი ადამიანი, დადებითი და ყველაზე მთავარი იშვიათი ადამიანს ჰქონდეს ის, რაც ჰქონდა პაატას, განსხვავებული და განსაკუთრებული. ეს შემიძლია თქვა როგორი სახით იცით, უფრო ყოველთვის ცდილობდა, რომ ყველა ყოფილიყო კარგად. ეს ძალიან იშვიათია და ადამიანმა აი ამაზე იფიქროს. ბედნიერი იქნებოდი წარმომედგინა, რომ ეს ყველაფერი პაატას ესმის და ხედავს, რომ მისი გულისთვის ეს მშვენიერი გოგობიჭები შეკრებილა მაქვს და მას ასე კეთილად და ასეთი შეგნებით, ასეთი ამაღლებული შეგრძნებით იხსენებენ. დიახ, ინკოგნიტოში მუდმივად გავთ მე, მუდმივად ყოველ დღიურად თვალს ვადევნებ ჩვენი მანანას, მანჩოს მოღვაწეობას. დღითი დღე იცით, ერთი გაოცებული ვარ ნამდვილად, როგორ ახერხებს ამდენი ეს თვითეული წუთი გამოიყენოს ისე რომ არ დაკარგოს. არ ვიცი, მე ვეძახი მანჩოს, აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ გავეხედავთ, ჩაწერა გადაცემა იმ წუთას მიდის სადღაც მიემგზავრება იმერეთში, მე ხელს გვიქნევს რომიდან, ამსტერდამიდან ხან მოგზაურობს, მე ესე ჩაწერები, მე ესე შეხვედრები, ფოტოები, საოცარია. აი ეს თვითონ თქვენი პედაგოგი ეს არის თქვენთვის ძალიან დიდი სტიმული და ძალიან დიდი мотиваცია იმისათვის, რომ არაფერი არ შეიძლება, ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი შრომის, მიზანსწრაფულობის, ენერგიულობის და დაუღალავი შრომისა და თავდადების გარეშე. ამისათვის მე დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მანჩოს და თითეული ის რესპონდენტი, რომელიც თქვენთან მოდის, ის წარმატებული ადამიანები იქნება, პოეტი, მხატვარი, მსახიობი, მომღერალი, თითოეულს აქვს თავისი ცხოვრება, თავისი ბიოგრაფია, როგორ მიაღწიეს ამ წარმატებებს და ეს თქვენთვისაც ძალიან დიდი мотиваციაა. და წლების განმავლობაში ჩვენ უკვე 4 წელია ხვდებით ერთმანეთს, ბედნიერი ვარ, რომ თქვენ უკვე ესე დაიხვეწეთ. იგრძნობა უკვე ის თვითონ პედაგოგის ხვაწლით. ქალბატონო მედია, ჩვენ ინკოგნიტოს ახალი წყვილი ვართ. როგორ ფიქრობთ, რამდენად გავართმევთ თავს? ჩვენს ტელევიზიას დაგეგმილი აქვს, რომ რუბრიკა წიგნების სამყაროს თანაწამყვანი უნდა გახდეთ. ქალბატონო მედია, როგორ ფიქრობთ, რამდენად რთული იქნება ინკოგნიტოს ჟურნალისტებთან ერთად ამ გადაცემის წაყვანა? არ იქნება ალბათ რთული, მე უკვე მივეჭვია თქვენთან ერთად გადაცემების წაყვანას, ძალიან კარგები ხართ. კარგად ართმევთ თავს და ჩვენთვის მით უმეტეს რთული არ იქნება და დიდი მადლობა ამისათვის. ლიზი, ფიქრობ ჩვენი 4 წლიანი მუშაობის შედეგი ქალბატონ მედიას გადაცემებით, შეფასებებით, შევძელით. მადლობა მინდა გითხრათ ქალბატონო მედია იმ არქივისთვის, რომელიც ჩვენს ტელევიზიას თქვენი სტუმრობით აქვს. ფიქრობ
ჩვენი გადაცემის დრო იწურება და ის გადაგვრჩენია მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის. ჩვენს გემშვიდობებით საუკეთესო წვრილი სესილი და თეკლა. მე დიდ მადლობას მოგახსენებ, ჩემთვისაც ეს საუკეთესო მოგონებებია, საინტერესო და დიდი სიამოვნებით მოვდივარ ყოველთვის თქვენთან სტუმრად. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლით და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574 50 0094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა კაპიჭიძე.